სვანეთში ვარ შეკრებილები ფრირაიდის 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვირეული მიმდინარეობს. ატმოსფეროა და განწყობა არის რაღაცა უმაღლეს დონეზე, ყველა ადამიანი არ აქვს ბედნიერი. მთელი მსოფლიოდან არის ჩამოსული ძალიან ბევრი მოთხილამურე და სრიალის მოყვარული, ასევე ელექტრონული მუსიკის მოყვარული. მოკლედ გართობა ამ ლამაზ მთებში კიდე ორ მაგად აბედნიერებს ადამიანს. დღეს განახებთ ზამთრის კურორტზე როგორ გამოიყურება სვანეთი და ვესწრები ყველა სეზონზე და განსაკუთრებულ მომენტებში განახოთ სვანეთის ის შესანიშნავი ლანდშაფტი, უნება, ადამიანები, კულტურა, ტრადიციები, კერძები, ყველაფერი მოკლედ ვესწრები რომ მაქსიმალურად გაგაცნოთ და სხვა თვალით დაგანახოთ სვანეთი. აქ კი ძალიან მაგარი განწყობაა. როგორი განწყობაა აბა სვანეთში როგორ ერთული? აი პირდაპირ რო გითხრა, აი სვანეთში არის ყველაზე მაგარი უმაღლესი რა, აი როგორ არის იცი? საკუთარ შეგრძნებებს გიმაღლებს რა, აი უფრო სხვანაირად ხედავ რაღაცებს რა, აი როგორ არის იცი? უმაღლესი არის და უსიხარულესი არის სვანეთი არის მეფე. tis მეფე არის რა. აქედან გიყურებს თეთნურდი, აქედან გიყურებს უშბა და გიყურებს აი ეს ულამაზესი მთები და ეს უსიყვარულესი სიტუაცია და ყველაზე ძლიერი და ყველაზე მაღალი ხარ როცა ასეთ სიმამაზეში ხარ და ხარ ასეთ აი ეს სამეგობროში ჩემო მეგობარი რო გადაიღო როგორ სამეგობროში ხარ რა. ანა ყველას ურჩიათ რომ ჩამოვიდეს სვანეთში და ჩამოდით აუცილებლად გაერთო ჩვენთან ერთად. გარეთ. თაში ყოფნისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის სწორად შერჩეული აღჭურვილობა და ტანისამოსი გვეცვას, რომელიც უნდა იყოს წყალგაუმტარი, სუბუქი და კომფორტული, რომ გადაადგილება შეგვეძლოს მარტივად. ასეთი ტანისამოსის შეძენა შეგიძლიათ მაღაზია M+-ში, რომელიც არის დღევანდელი ჩემი ვიდეოს პარტნიორი და წარმომდგენი. წლის ნების მიერ სეზონზე შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ტანისამოსი ამ მაღაზიაში. ჩვენ ახლა წავიდეთ, გავიაროთ სვანეთის მთებში, შევხედოთ. მერე ჩავიდეთ ქალაქში, ცენტრში და დაგათვალიერებინებთ ქუჩებს. ეს ადგილი არის სვანეთში ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი. გაზაფხულობით ძალიან ხშირად ამოვდივარ ხოლმე აქ, იმიტომ რომ აქაურობა იფარება, მინდვრის ძალიან ლამაზი ყვავილები და სასწაულის სანახაობია. ზოგადად სვანეთს აქვს ესეთი მომაჯადოვებელი განწყობა, რომ დღის არც ერთ მონაკვეთზე არ არის ერთნაირი. გამომდინარე იქიდან, რომ ფერი აქაურობის მზის განათება, ლანდშაფტი იმდენად ერწყმის და იმდენად განსხვავდება ყოველი დღე ერთმანეთისგან. აქაურობა გამოგზაურებს ყოველდღიურად სხვადასხვა ადგილებში. ჩემი ძმაკაცი მყავს სვანეთში წამოყვანილი, პირველად არის სვანეთში და არის აღფრთოვანებული აქაურობით და მოდი შენი თქვითხარი, ეხლა აი ამ მომენტში აქედან რას გრძნობ? აი ზოგადად საქართველოს ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი აბსოლუტურად და ერთადერთი სვანეთში არ ვიყავი ნამყოფი და რაღაცნაირად ვინახავდი ამ ადგილს და აი ესკანორ ონერსმა წამომიყვანა და მინდა ვთქვა რომ ის გავსი არაფერი არსად მინახია რა, ეს არის საოცრება. ისე პატარად გრძნობ თავს და ისე შორს ახარ ქალაქური პრობლემებისგან რომ ავი ეს არის ჩემი აზრით ნამდვილი თავისუფლება. ეს არის თავისუფლება. აი ამას ვუძნებ. აი ამ ხედზე ახლა აქედან ხელის ყულზე ჩანს მესტია, ახლა ნისლი და ღრუბელი გვიფარავს უშბას, თორე უშბა გადმოყურებს მთლიან მესტიას და არის აი ულამაზესია აქაურობა. ყველა უნდა ჩამოხვიდეთ და თქვენი თვალით ნახოთ და დატკბეთ აქაურობით. მე ვეცდები რომ მაქსიმალურად შეგაგრძნობინოთ ის ემოციები, რაც გვაქვს ჩვენ აქ ყოფნით. რამდენჯერაც არ უნდა ჩამოხვიდეთ სვანეთში, სხვადასხვა ემოციებით და სხვადასხვა ენერგეტიკით დატვირთული ბრუნდები აქედან. ზაკო, შენ რა სიტყვი დაბრუნდები სვანეთში? აუცილებლად. ჩამოვიდეთ ახლა საბაგიროდან და ზაკო მიმყავს ჩემ ფავორიტ ადგილას მესტიაში, სადაც კუბდარს ვჭამ ხოლმე. ხო, ან კუბდარი ბოლოს გავსინჯე მახსოვს, გემრიელი კუბდარი იყო საერთოდ პოლონეთში, კრაკოვში. და თან ახ სვანეთში პირველად ვარ. ნუ ნახოთ, აბა თუ იქნება სვანური კუბდარი სვანების გაკეთებული. ნახოთ როგორ მოეწონება. Let's go.
აგერ ზაკოს კუბდარიც გამზადდა. ვაა, ნახოთ აბა როგორ მოგეწონება. დაუნახოთ. აუ რა ვიცი მაგრად გამოიყურება. და გემოვნება და გაგვიზიარა შენი აუ რა შეგრძნება. სუნიაკ. რა სიტყვი. საოცრება. რაც აქამდე მაგ ჯობია სხვებს. აი საერთოდ განსხვავებული გემო, აი თრის გემო. შეაფასე 1-2 სიტყვით აბა საერთოდ სვანეთზე რა წარმოდგენა გაქვს პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიარე. პირველი შთაბეჭდილება რაც ჩამოვედი, ანუ იყო ის რომ არ ვიცოდი რა გადამეღო, იმიტომ რომ გარშემო იმდენი გადასაღები რაღაცა სადაც არ უნდა გაიხედო, ანუ შენი იდეალურ კადრს იპოვე. საოცრება. ნუ დრო მჭირდება რომ დავლაგდე, აღმოვაჩინო, უფრო შევიდე. ამაში ესეთი კუბდარი მეხმარება. ეხლა ამ კუბდარის მერე ძალიან მაგარ ადგილას წაგიყვან და ეს უფრო მოგეწონება. სადაო? წავიდეთ, ჭამოთ და წავიდეთ. გამოვიდეთ ეხლა და კუბდარის ჭამის მერე იდეალური არის მჟავე წყლის დაგემოვნება. ზაკოს გასინჯული გაქვს მჟავე წყალი საერთოდ? მჟავე წყალი ანუ უფრო ბორჯომში მაქვს გასინჯული. მსგავსი ტიპის. ნახოთ აბა რა სხვაობა იქნება. ეხლა ჩავალ ავაუსებ და ნახოთ აბა როგორ მოგეწონება. ჩავიდეთ. ცოტა უხერხული ჩასასვლელი კია ზამთარში. ზოგადად სვანეთში არის ორი სახის მჟავე წყალი. სოდიანი და იოდიანი. სამკურნალო თვისებები აქვს. ბევრ დაავადება შველის. წონაში ვისაც უნდა დაკლება იდეალური ვარიანტი. აბა დასინჯე ზაკო. კამერა ვნახოთ. ვაუ. როგორია რა სიტყვი. ძალიან გემრიელია და უცხო გემო აქვს. ჩვეულებრივ ბორჯომისგან და ამ თითქოს გაზგასულს ვამ. მოგეწონა ესე იგი. კი, შეკაიფ. +1 ქულა სვანეთს ხო? +10 ქულა სვანეთს. გამოვიდით ახლა მესტიის ქუჩებში. სვანურ არქიტექტურას ვთვალიერებინებ ზაკოს. კოშკში უნდა ავიყვანო და დავათვალიერებინო. კოშკის სახურავზეც და გადმოვახედო. ზაკო არის ფოტოგრაფი და აფიქსირებს ლამაზად სვანეთში. ლამაზესი არქიტექტურაა, მინდა გითხრათ, რა სამსმე არქიტექტურა ვნახე და აი ძველი სული იგრძნობა. ძველი ჟამსასული. აი, წავიდეთ აბა კოშკში და იქიდანაც გადავიდეთ რაღაცეები. ამოვიდით კოშკთან, შესასვლელთან ვართ. შესასვლელი მოწყობილი არის მეორე სართულზე, ზოგადად კოშკების 4, 5, იშვიათად 6 სართულისგან შენდებოდა კოშკები. ქვედა სართულზე პირველი სართულის კედლის სისქე იყო მეტრანახევარი დაახლოებით. მერე ნელ-ნელა ვიწროვდება ზედა სართულებში და ბოლო სართულამდე. ბოლო სართულში უკვე 80 სანტიმეტრამდე არის კედელი შეთხელებული. ბოლო სართულზე მოწყობილი არის საბრძოლო ბაქნები და კოშკი გადახურული არის ორფერდა სახურავით. გამოიყენებოდა თავდაცვითი ფუნქციით, როგორც ზვავისგან, ასევე ომიანობისგან. შევიდეთ და დავათვალიეროთ შიგნიდან უფრო დეტალურად. აი ესეთი გადასატანი ხის კიბეებით არის მოწყობილი შიგნიდან და სართულები უკავშირდება ასე. წადი ზაკო. მოზევით სიბნელეა. ხორგეშინია სიგნალის. ესკანორთან ერთად არაფრის მიში. ცოტა სივიწროვეა. ესეც კოშკის ბოლო სართული. აქ სახურავი ადრე იყო ძალიან დალეწილი და
იმის მერე არ ყოფილა, ეხლა რომ ამოვედი შეცვლილი დავხსნა და ძალიან გამიხარდა. ანუ აქ ახლა დავთვალე და ეტეოდა 11 მეისრე. დათვალე? ხო. მოდი ახლა სახურავზე წავიდეთ ბარემ. არა 10 მეისრე. სახურავზე ვიდე, იქიდან გადავხედოთ. ხო. მანდი ისრიალებს სახურავზე ფრთხილად. აუ, ამ ხელა თოვლი. ოუ. დაანასწორე. ამოვედი კოშკზე, მოკლედ ზაკოს ცოტა შეეშინდა და ვერ გაბედა. საოცარი ხედია, მოკლედ აქედან რა, აი სვანეთი არის საოცრება. ყველა ნაბიჯზე დარწმუნდები, რომ აქაურობა არის სამოთხენამდე. ახლა ვარ მულახის გზაზე, ჩემს უკან ჩანს სოფელი ღობრა, სადაც ბავშვობაში გავიზარდე. მთელი ბავშვობის მოგონებები ამ სოფელთან მაქვს დაკავშირებული. სამწუხაროდ თოვლობის გამო გზა არის გაუწმენდა, ვერ გადავდივარ მანქანით და ამიტომ დრონს გავუშვებ და დრონის კადრებით ვნახავ როგორ გამოიყურება ახლა სახლი. ეს მულახია, სოფელი ღობრა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ერთ დროს დიდი და ძლიერი სოფელი ახლა ნანგრევებადაა აქცეული, სადაც მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს. სახლი კი, რომელშიც გავიზარდე, მოგონებებადაა გადაქცეული.